დაისახა ჩვენი გმირების, ჩვენი მეომრების 92-93 წლებში დაღუპული ვაჟკაცების, საქართველოს ერთიანობისთვის შეწირული გმირების ისტორიები და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ ადამიანების მიმართ მადლიერებას, რომლებმაც ამ წიგნის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა, განსაკუთრებით აფხაზეთის ვეტერანთა დეპარტამენტს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მთავრობას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს, რომლებმაც მიიღეს უშუალო მონაწილეობა აღნიშნული წიგნის შედგენაში. დღეს ფაქტობრივად გაიმართა პრეზენტაცია იმ დოკუმენტალური მასალისა ჩვენი თანამებრძოლი გმირი კაცების და ქალების, რომლებიც თავიანთი სიკვდილიც კი დაჯაბნეს და უკვდავებაში გადაინაცვლეს. დღეს მათ ყველას ერთად მოვიხსენიებთ იმ ისტორიულ გმირებთან ერთად, რომლებიც ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში და ძერწვაში იყვნენ ვალმოხდილები. წიგნი თემატურად გაჯერებულია პუბლიკაციებით აფხაზეთის თემაზე, არის აფხაზეთის ომის ქრონიკები. საერთო ჯამში წიგნის მკითხველი სრულ სურათს იღებს 90-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე. ეს არის ინფორმაცია, დოკუმენტური პროზა, პუბლიკაციები, რომლებიც მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულებული, რომლებიც საერთო ჯამში ქმნის საერთ დიდ სურათს. შესანიშნავად შედგენილი წიგნია, რომელიც სამაგიდო იქნება ყველასთვის, ვეტერანისთვის, საქართველოს პატრიოტებისთვის, რა თქმა უნდა, ოჯახებისთვის. მისთვისაც ეს გაკეთდა. ოჯახებმა, რომლებმაც თავისი სანუკვარი, შვილი, ძმა, მამა, დედა, ახლობელი შესწირას საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას. დიდება მათ სახელებზე, დიდი მადლობა ყველა მათ, ვინც მიუძღვის თავისი წვლილი ის შექმნაში, როგორც ვეტერანებს მეთაურებს, ისევე იმ საინიციატივო ჯგუფს, ირმა ერემაძის ხელმძღვანელობით, ისევე ყველა მათ, ვინც ჩართულები იყვნენ.